მოვიდა ზაფხული. საჭიროა ზის დამცავი კრემები. შემოგთავაზეთ ზის დამცავ კრემებს, რომლის შემადგენლობა ასეთია: მანგოს კალაკი, შის კალაკი, კაკაოს ცხიმი, სპერმაცეტი და თაფლის სადგელი. ეს ყოველივე მოათასოთ ქილაში. ქილა უნდა იყოს აუცილებლად შუშის. დავასხათ ქოქოსის ზეთი და შემოვდგათ გაზ ქურაზე. ხელის მუდმივ მოვრებით მივიღებთ სითხესავით მასას, რომელიც არ უნდა ავადოთ. გადმოვიღებთ, გავაცივებთ და გაციების შემდეგ შევინახავთ. შემდეგ ავიღებთ ისე იგი ქვიჯას, ჩავყრით შიგ ზიცი ოქსიდანტს, ჰიდრარგილს, სალოს და სალიცილს. მოვთქვიფავთ ხელის მუდმივი არევით, ვაქცევთ პუდრად და დავამატებთ ფუძეს. და ამის შემდეგ ისევე მოვთქვიფავთ აი ამითი და ვღებულობთ ზის ამრეკლავ კრემს, რომელზეც შეგვიძლია შემდეგ ფერის დავამატოთ ყავისფერი, ვარდისფერი, რომელიც მოგესურვებათ. აი ასეთი არის ზის დამცავი კრემის რეცეპტი. ეხლა დაგაინტერესებთ, რამდენი დოზა უნდა გავუკვეთოთ. ზიცი ოქსიდანტი უნდა აიღოთ 5 გრამი, ჰიდრარგილი 2 გრამი, სალოლი 7 გრამი, სალიცილი 3 გრამი. ფუძე უნდა აიღოთ 40 გრამი და უნდა ვთქვიფოთ მუდმივად ხელის არევით. აი ეს არის რეცეპტი, რომელიც საუკეთესო საშუალებაა ზის ამრეკლავისათვის და ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით კვებავ ნივთიერებებს. ხოლო უნდა წავისვათ დღის მანძილზე და არა ღამე. მადლობთ ყურადღებისთვის.